მესტიის რაიონის სოფელ ხაიშის მოსახლეობა მათ სოფელში ჰიდროელექტროსადგურის შესაძლო მშენებლობას აპროტესტებს. სოფელს ხუდონჰესის საკითხის შესასწავლად და გასულ წლებში ჩატარებული კვლევების შედეგების გადასამოწმებლად საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი ეწვია, რომელიც ვიზიტის ფარგლებში სვანეთის მოსახლეობას ხვდება. ადგილობრივების განცხადებით ჰესის მშენებლობას არ დაუშვებენ და არც გასახლებას აპირებენ. მათი თქმით, ხუდონჰესის აშენების შემთხვევაში სოფელი მთლიანად დაიტბორება და პრობლემები სხვა სოფლებსაც შეექმნებათ. ადგილობრივების წუხილსის გარემოებაც იწვევს, რომ ხაიში საუკუნეების წინანდელი ტაძარი და მათი წინაპრების საფლავებია, რომლებიც ასევე წყლის ქვეშ მოექცევა. ექსპერტთა ჯგუფი რამდენიმე კვირაში დასკვნას მოამზადებს, რომელსაც გარემოს დაცვის და ენერგეტიკის სამინისტროებს წარუდგენს. სოფლის პოზიცია ასეთია, ვის უნდა ტოლვილად იქცეს თავის ქვეყანაში. ჩვენ აქ დავიბადეთ, აქ გავიზარდეთ და ჩვენ კუთხე გვიყვარს. ხალხს რატო არ გვეკითხება ვინმე გვინდა არ გვინდა აქედან წასვლა. ჩვენ აქ დავიბადეთ, აქ გავიზარდეთ და აქ ვიქნებით ბოლომდე. 15 წელიწადია იმაზე მეტი ლაპარაკი გესწრე და გადასახლება არ გადასახლებაზე ხალხი უკვე გაურკვევლობაშია რა. და დამოკიდებულება არის უარყოფითი ყველა გადარჩეს ადგილზე ჯერ ერთი აქ სასაფლაოებია. წინაპრები არიან დამარხული, ეკლესიები არის, სალოცავები აქვს ხალხს და აქედან გამომდინარე არ უნდა ხალხს წასვლა აქედან. We are requested by the Minister of Environment. გარემოს დაცვის სამინისტრო მოგთხოვა, რომ ხუდონის პროექტთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიგვეწოდებინა. სწორედ ამ მიზეზით ჩამოვედით ხაიში და შევხვდით ადამიანებს. ჩვენი შეხვედრა მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურებოდა, გსურდა რომ მოსახლეობა სწორი ინფორმაცია ქონოდა ამ პროექტის შესახებ. მათთან შეხვედრისას მივხვდით, რომ ამ ადამიანებს უნდობლობის განცდა აქვთ. უნდა აღნიშნო, რომ ყველა პროცედურა დასავლური სტანდარტების შესაბამისად გატარდება.